ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნუშის ხეივანი გაშენდა. ნუშის 60 ენერგი მერაბ-კოსტავოს ქუჩაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე და მეექვსე სასწავლო კორპუსებს შორის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთად დარგეს. ხეივნის გაშენება უნივერსიტეტის ცნობილი ნუშის ხეს უკავშირდება, რომელიც საზოგადოებაში გპ-ის ნუშის სახელითაა ცნობილი, რომელიც ყველაზე ადრე ყვავის და თბილის პირველი ამცნობს გაზაფხულის მოსვლას. უნივერსიტეტში ყოველი დღე არის ღირსშესანიშნავი, მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს, რამე თუ მინდა გითხრათ, რომ გპ-ის ნუში ცნობილია საქართველოში, რამე თუ ის პირველი ყვავილდება. და ეს იყო 55 წლის წინ, როდესაც ჩვენმა ცნობილმა ქიმიკოსმა პლატონ გაგნიძემ ის დარგო ადმინისტრაციული კორპუსის წინ და ეს ნუში პირველი ამცნობს ხოლმე საქართველოში გაზაფხულის მომბრძანებას. უნივერსიტეტს აქვს, ასე ვთქვი, რამოდენიმე წლის ტრადიცია, რომ ყოველ გაზაფხულზე რგავენ თავიანთი გამწვანების ზონაში ნუშის ხეებს. დღეს 70-მდე ნუშის ხე დაირგო და აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა, თვითონ ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ და მათ შორის სტუდენტებმა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერს პლატონ კახიკალაძეს, თბილისერვის ჯგუფსა და საბურთალოს რაიონის გამგეობას იმისათვის, რომ მათი ხარდაჭერის გარეშე ესეთი ეფექტური და გამარტივებული სტუდენტებისათვის ეს ღონისძიება არ იქნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი არის შინაარსობრივად, რომ სტუდენტებმა თავიდანვე აქტიურად ჩაერთონ ეკოლოგიურ პროექტებში, რამე თუ დედამიწა ყველა სახლი არის და ყველა ვალდებული არის, რომ იზრუნოს. თბილისში დღეს პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება